საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია წარმოგიდგენთ. გულის რითმის დარღვევა სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. კარდიოსტიმულატორი კი ის აპარატია, რომლითაც აღნიშნულ მდგომარეობას მკურნალობენ. თუმცა სტომატოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე კარდიოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. თანამედროვე კარდიოსტიმულატორები საკმაოდ კარგად არიან დაცული, მაგრამ საბოლოოდ მაინც არის ესეთი რეკომენდაცია, რომ იმ შემთხვევაში თუ რაღაც ელექტრომოწყობილობა ან ელექტრული ჩარევა ხორციელდება მუცლის ზემოთ, მაშინ საჭირო არის არითმოლოგის კონსულტაცია, იმ არითმოლოგის, რომელმაც მოახდინა იმპლანტაცია ამ მოწყობილობის. ამბობენ, რომ კარდიოსტიმულატორები არითმიის განვითარების რისკ ფაქტორს წარმოადგენს და კბილთა რესტავრაციების დროს და პაროდონტოლოგიური პროცედურების ჩატარებისას გამოყენებულმა მოწყობილობებმა, მათ შორის ულტრაბგერის აპარატის გამოყენებამ შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს. არის ზოგიერთი ელექტრული მოწყობილობა, რომელიც საჭიროებს სტიმულატორის რეჟიმის შეცვლას და გადაყვანას იმ რეჟიმზე, როდესაც ის მოწყობილობა მასზე გავლენას არ ახდენს. რა თქმა უნდა, ეს ხდება დროებით, სანამ საჭიროა, მერე ისევ აღდგენა ხდება სტიმულატორის ჩვეულებრივი მუშაობის.